ამ დეფორმას, ანუ რეფორმა გულისხმობს ფორმის თავიდან მიცემას და სინამდვილეში ეს გეგმა არის ფორმის დაკარგვა უმაღლესი განათლებისთვის და უნიკალური მასში არის ის, რომ მე ჯერ არ შემხვედრია პროფესორი, რომელიც მას მხარს უჭერს. უკვე მეოთხე მასობრივი შეხვედრაა, რომელსაც ვატარებთ. Facebook-ზეც მინახავს ამის თაობაზე სტატუსები, პირადად მილაპარაკია. კი ბატონო, არის ბევრი, ვინც ჩუმად და ჩემი აზრით შიშნარევისი ჩუმით ელის შედეგებს, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს აკადემიური საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ეთქვას, რომ ეს კარგი რეფორმა, ან თუნდაც რამე კარგია თქვას მის თაობაზე. ეს არის უნიკალური რეფორმა, რომელიც თავაზიანი კრიტიკის მოდულში მოგეხსენებათ, როგორ არის ჯერ ეთანხმები რაღაცას და მე აკრიტიკებ. ეს არის უნიკალური შემთხვევა, რომ ვერაფერს ვერ დაეთანხმები, ხო? იმიტომ რომ ისიც კი რაც ერთი შეხედვით კარგად გამოიყურება, სინამდვილეში არის მახე და შემცველი ძალიან დიდი ზიანისა. გადავალ ახლა არა ანალიზიდან გადავალ ესე იგი იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, აქ უკვე რაღაცა იდეები გამოითქვა. სინამდვილეში ლაპარაკია ორ პროცესზე. ერთი არის კოორდინაცია იმათ შორის, ვინც ერთმანეთს ვეთანხმებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დარბაზიდან იქნება უფრო კონკრეტული შემოთავაზებები ფორმატების თაობაზე და მეორე ეს არის მობილიზაცია. იმ ადამიანების, რომლებიც ჩუმად არიან, შეიძლება აქვთ აზრი, მაგრამ არ გამოთქვამენ და შეიძლება ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული აზრი. და შესაბამისად ეს დიდი პროცესი ასევე ძალიან საინტერესო იქნება, თუ არის იდეები, როგორ დავიწყოთ დიდი პროცესი. მე მას არ დავარქმევდი პოლიტიკურს, ჩემი მემარცხენე კოლეგისგან განსხვავებით, იმიტომ რომ პოლიტიკური მაინც კონოტირებული, სამწუხაროდ კონოტირებული ცნება ამ საზოგადოებაში სამოქალაქო იქნებოდა რასაკვირველია აკადემიის მიღმა. ეს არ არის მხოლოდ აკადემიის შიგნით შეგვიძლია კოორდინაცია დავიწყოთ, მაგრამ აკადემიის მიღმა სამოქალაქო პროცესია დასაწყები. მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა მობრძანებისთვის.